თავი მე-15. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისევლნი და მწიგნობარნი და უთხრეს: რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას, რადგან ხელს არიბანენ პურის ჭამის წინ? მან კი მიუგო მათ პასუხად: თქვენ რაღაცომ არღვევთ ღვთისმცნებას თქვენი ჩვეულების გამო? ვინაიდან ღმერთმა თქვა: პატივი ეცი მამას და დედას და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს. თქვენ კი ამბობთ, თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას, ეს შესაწირავია, რითიც ჩემგან უნდა გესარგებლაო, ამით პატივს არცემს თავის მამას და თავის დედას. ამრიგად თქვენ გააუქმეთ ღვთისმცნება თქვენი ჩვეულებით. თვალთ მაგცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესეია თქვენზე, როცა ამბობდა: ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან. ამაოდ მცემენ თაყვანს, რა კი ადამიანთა განკარგულებებს მოძღვრების მსგავსად ასწავლიან. მოუწოდა იმ ხალხს და უთხრა მათ: ისმინეთ და გაიგეთ. ადამიანს ბილწავს არა ის, რაც პირში შედის, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს. მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: იცი რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით სტუნდნენ? მან კი მიუგო პასუხად: ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხრება. მოეშვით მათ, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა იყავს, ორივენი ორმოში ჩაცვევიან. პეტრემ უთხრა მას პასუხად: გაგვიმართა ეს იგავი. ხოლო მან უთხრა: ნუ თუ კიდევ არაფერი გაგეგებათ, ნუ თუ კიდევ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და გარეთ გამოდის, ხოლო პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს ადამიანს. ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტის რახვანი, კვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს და უბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს. გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეღაღადა მას: შემიწყალე მე უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია. მან კი ხმა არ გასცა მას. მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: გაუშვი იგი ჩვენ რომ მოგყვირის. მან კი პასუხად უთხრა: მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან. დედაკაცი კი მიუახლოვდა, თაყვანისცა მას და უთხრა: მიშველე უფალო. ხოლო მან მიუგო პასუხად: არ არის კარგი რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო. დედაკაცმა უთხრა: დიახ უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ამ ცეცებს მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა. მაშინ მიუგო იესომ პასუხად: ჰოი დედაკაცო, დიდია შენი რწმენა, მოგეცეს როგორც შენ გსურს. და იმავ საათში განიკურნა მისი ქალიშვილი. წავიდა იქიდან იესო. მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ. მივიდა მასთან დიდძალი ხალხი. თან ყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი. ასე რომ უკვირდა ხალხს, ხედავდა რა რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, დასახიჩრებულნი გამოჯანსაღდნენ, კოჭლებმა გაიარეს და ბრმებმა დაინახეს და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს. იესომ კი მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მებრალება ეს ხალხი. 3 დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი კი არაფერი აქვს. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რათა გზაში არ დაუძლურდნენ. უთხრეს მას მოწაფეებმა: უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაცხოთ? იესომ უთხრა მათ: რამდენი პური გაქვთ? მათ უთხრეს: 7 და მცირეოდენი თევზი. მაშინ უბრძანა ხალხს, რომ მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო ის 7 პური და თევზები. მადლი შესწირა, დაამტვრია და მისცა თავის მოწაფეებს. მოწაფეებმა კი ხალხს. ყველამ ჭამა და გაცხა. ნარჩენი ნატეხებისაგან კი 7 სავსე კალათა აგრიფეს. ჭამელნი კი 4000-მდე კაცი იყო, გარდა დედაკაცებისა და ბავშვებისა. გაუშვა ხალხი, ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალის ადგილებში.